მოგესალმებით, ეთერშია მოამბე 6 საათზე, უკვე 4 საათია საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავს. ირაკლი ოქრუაშვილისთვის აკვეთის ღონისძიების გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურა მიმართა. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების საფუძვლად ორ მოტივს ასახელებს. ბრალდების მხარის განცხადებით საგამოძიებო ორგანოები რამდენიმე დღეა უშედეგო ცდილობდნენ ოქრუაშვილთან დაკავშირებას. იგი არ პასუხობს არც ზარებს და არც სატელეფონო შეტყობინებებს. ასევე ბიზნესმენმა თამაზ ნიჟარაძემ, რომელმაც ოქრუაშვილის გირაოს ნაწილი თანხა გადაიხადა, მიმართა გამოძიებას, რომ ის არ არის დარწმუნებული, რომ ირაკლი ოქრუაშვილი გამოძიების მოთხოვნისთანავე გამოცხადდება და გირაოს პირობების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესმენი ამ თანხას დაკარგავს. ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდა მის ერთ-ერთ ადვოკატს, კივი პაპუაშვილს და მისი აცილება მოითხოვა. 7 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენებს პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მან ბოლო პერიოდში საქართველოში არსებულ ვითარებაზე სამედიცინო უნივერსიტეტში მედიკოსებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. თქვენი პრობლემები, იმიტომ რომ თქვენი პრობლემები და თქვენი საქმიანობა. მე მინდა იცოდეს ყველა, რომ ყველა ხელკეტი, რომელიც იქ მოხდა ხალხს, მეც მოხდა პირადად. მე ვიტირე იმ ცემსადენი გაზით, რომელიც პოლიციამ გამოიყენა. მაგრამ ძმებო და დებო, სახელმწიფო ასე არის მოწყობილი და სახელმწიფო სხვა გამოსავალი და სხვა მოვალეობები აქვს და სხვა გამოსავალი არ აქვს, როცა ეს მოვალეობა ამ მოვალეობის აღსრულება უხდება ყოველთვის. პრეზიდენტის ეკებთან შეხვედრის სრულ ვიდეო ჩანარწერს 9 საათზე შემოგთავაზებთ. შეერთებული შტატები მიესალმება 16 ნოემბრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ეს განცხადება დღეს მეთიუ ბრაიზამ გააკეთა. როგორც ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საგანგებო მდგომარეობა უნდა მოხსნილიყო უახლოეს დღეებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ასეთი სწრაფი რეაგირება მოხდა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ხელისუფლებას. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქართველ ამომრჩეველს დემოკრატიის რწმენა განუმტკიცოს. ჩვენი მხრივ მთელი ევროატლანტიკური სივრცე ხარს უჭერს საქართველოს ბიზნესის განხორციელებაში. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 2 დღის შემდეგ გაუქმდება. ნინო ბურჯანაძის განცხადებით 16 ნოემბრის შემდეგ საქართველო დაიწყებს ნორმალურ რეჟიმში ცხოვრებას და გაგრძელდება პოლიტიკური კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის. დეკრეტით 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გამოსცა და პარლამენტმა იგი დაამტკიცა. საქართველოს ხელისუფლების სახელით მე უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ ამ წლის 16 ნოემბრის შემდეგ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმებული იქნება. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას და მუშაობას ნორმალურ, შვიდ დემოკრატიულ რეჟიმში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნა სტაბილურობა. ჩვენ ბუნებრივია იმ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში, ვაგრძელებთ სერიოზულ საქმიანობას და პოლიტიკურ კონსულტაციებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ძალიან განწყობილნი ვართ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდეს სერიოზული კონსენსუსით, რომელიც წაადგება ქვეყანაში სამართლიანი, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავიწყებთ წინა საარჩევნო მომზადებას. ქვეყანაში ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან არჩევნებს და ქართველი ხალხი თავად განსჯის და თავად გადაწყვეტს, თუ როგორ და ვისი ხელმძღვანელობით გააგრძელოს თავისი მომავალი საარჩევნო ციკლის ცხოვრება. უკვე 1 საათია საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გუშინ უკვე მოხდა. პრობლემატურ საკითხთან ნუსხა გარკვეულია. მსჯელობთ, არის კონკრეტული პოზიციების დაახლოების პერიოდი და მე ვფიქრობ, რომ ეს ასე ვთქვათ, ეს პროცესი დადებითი მიმართულებით განვითარდება და ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, მაჟორიტარული სისტემა და ასე შემდეგ, სადღაც მომავალი კვირისათვის მზად იქნება უკვე, რომ კანონში აისახოს. აი იმ პრინციპულ მოთხოვნებზე, რაც თავის დროზე იქნა წაყენებული,
არ არის ფაქტიურად მცირედი შეთანხმებებია. გარდა ამისა შემოსულია უამრავი ცვლილება კიდევ დამატებით, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს ისედაც ამ უარგის საარჩევნო კოდექსს. დღეს ყველა დონის კომისიაში იმ ვარიანტით, რაც ხელისუფლების მიერ არის წარმოდგენილი, უმრავლესობა აქვს ხელისუფლებას, ანუ აქ პარიტეტის პრინციპი დარღვეულია. გარდა ამისა, საოლქო დონეზე, საოლქო კომისიების დონეზე არ ეძლევა ოპოზიციას იმის უფლება, რომ წევრები დანიშნოს. შეთანხმება საბოლოო რაღაც ფორმით ჯერჯერობით მიღწეული არ არის, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ეს პროცედურები, მოხდა კანონპროექტის ინიცირება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეთავაზებია ესეთი ვარიანტი, რომ ნაცვლად მაჟორიტარული არჩევნებისა იყოს რეგიონალური წარმომადგენლობის პრინციპი შემოღებული და თითოეულ რეგიონს ყავდეს შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. რა ფორმით მოხდება ეს, როგორ გადანაწილდება მანდატები, ამაზე უკვე მსჯელობის შემდეგ მივხვდით. ეროვნული საბჭოს წევრები დღეს რამდენიმე ქვეყნის ელჩთა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათ დიპლომატებს გააცნეს თავიანთი პოზიცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ გაიმართა სპეციალური პრესკონფერენცია, რომელზეც საბჭოს წევრებმა საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. თუ ქვეყანაში დაუყოვნებლივ არ შეწყდება პოლიტიკური ტერორი, რომელიც მიმართულია როგორც პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეების წინააღმდეგ. უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ბოლო დღეების განმავლობაში იქნა დაბარებული პოლიციაში, ბევრი დაჯარიმდა, ბევრი კვლავ იმყოფება პოლიციის დაწესებულებებში, ძელდება ზეწოლა მასმედიის საშუალებებზე და ხელისუფლების მხრიდან ჩვენ არ გვაქვს პასუხი იმაზე, თუ რაელის ტელეკომპანია იმედს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც. საარჩევნო საკითხებზე მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შედგა მუშა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პროგრესი მიღწეული არ არის. ჩვენ მიმართავთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ჩვენს მიერ დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს დაფიქრება იმაზე, ღირს თუ არა არჩევნებზე წასვლა. ხელისუფლება არის ისევ გათამხედებული, როგორც ეს იყო 2 ნოემბრამდე და 7 ნოემბრამდე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ თავხედობას თავი უნდა დაანებოს და გაიზიაროს ის, რაც მოხდა ქვეყანაში და პირველ რიგში უნდა გაიზიაროს პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა, იმიტომ რომ ხალხს ასე უნდა ეს. ეროვნულმა საბჭომ სპეციალურად მოგვიწვია და გაგვაცნო ინფორმაცია ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში წინა საარჩევნოდ და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ოპოზიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტნე გამსახურდიასა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის იონე ვოლკინის სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერს ავრცელებს. ბოლო სატელეფონო საუბარი 7 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ შედგა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ივან ვოლკინი, მრჩეველი პეტერ სოლმატინი და მესამე მდივანი ალექსანდრა კურენკოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ოპოზიციური პარტიების ზოგიერთ წარმომადგენლებთან მათი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. Алло. Вы где, дорогой мой? Привет, Сотна. Как поживаете? Нормально. Вот, у вас как? Ну, у меня тоже неплохо. Вот был на мероприятиях вчера, сегодня. Я тоже был, вас видел. Да? Да. А почему я вас не заметил? Не знаю, вот с Константином вы стояли рядом. Сегодня, да, сегодня. С Константином будете где-то пересекаться еще, нет? Буду, конечно. А? Буду, конечно. Может быть, там шепнете, что вот тоже я хотел встретиться? Да нет проблем, вы что? Алло. Здравствуйте, дорогой. В течение часа что вы делаете? А сейчас в течение часа я занимаюсь внутренней работой тут. У меня посол попросил срочно сделать одну работу. Вот. А Константин будет в театре, нет? Я не знаю, честно говоря. Не знаю, вот мы вчера с ним были в этом сходили. Я это самое, я вот сейчас буду встречаться просто с ним. Это самое, вот где-то вот через полчасика, наверное, в течение часа, одним словом, сейчас буду подниматься домой к себе. Я понял. Сотно, спросите, может быть, действительно, может быть, там завтра какое-то время. Да, обязательно, нет проблем. Приветствую, дорогой. Привет, как жизнь? Нормально, как у вас? Да тоже ничего, вроде, более-менее.
Да, вот я вот сейчас тоже в Беготне, Иван Кириллович, это часам к 6, если ориентироваться на нашу встречу. Хорошо. Как ваше мнение? Хорошо. Хорошо, часам к 6 место встречи изменить нельзя. Я понял. Приветствую. Привет, дорогой, привет. Как жизнь-то? Ну, как может быть жизнь-то? Да. От думки, блядь, я просто вот, не знаю, вот возмущен, ну, не передать словами. Подтвердилась информация? Не, ну какая информация? Ну, на чем я вам говорил пару дней назад? То, что они будут жестко вести все, это да, это ясно было. Не, ну я же вам говорю, я опоздал на 24 часа. О чем я всем говорил, блять. Короче, не будем сейчас по телефону, это я вам потом при встрече скажу кое-что. Ладно, хорошо. საპრეზიდენტო სუბსიდიის ფარგლებში 100 ლარიანი ვაუჩერების დარიგების კუთხით შექმნილი ხარვეძები ახლოს მომავალში აღმოიფხვრება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვაუჩერის მიღების პრობლემა ექმნებათ იმ ადამიანებს, ვინც ჩაწერილია ერთ მისამართზე და ცხოვრობს სხვა მისამართზე. იმ მოქალაქეებს, ვისაც პრობლემა აქვთ ვაუჩერის მიღებასთან დაკავშირებით, უნდა დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროს ხელხაზე 595 ან 94-59-11. ზარი უფასოა დავით ყეშელაშვილი აცხადებს, რომ ვაუჩერების გაცემის პროცესი არ დასრულდება, ვიდრე უკანასკნელი ვაუჩერი არ გაიცემა. ის ნებისმიერ შემთხვევაში თუ არა ნოემბერში, დეკემბრისთვის განმავლობაში მის სააბონენტო ნომერზე იქნება დარიცხული ეს კონკრეტული თანხა და რაც მისცემს საშუალებას, რომ გადაიხადოს ის საფასური მოხმარებული ელექტროენერგიის ან გაზის საფასური. წყლის ბავშვთა სახლის 10 ახსაზრდელმა დაბადების მოწმობა მიიღო. მოწმობები ბავშვებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ გადასცა. პატარებმა დღეს იუსტიციის სამინისტროსგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოწმობების გაცემის მოთხოვნით ფონდმა იავნანა მიმართა. სააგენტომ აგვისტოში დაბადების მოწმობები მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ ლამპიონის ახსაზრდელებსაც გადასცა. ეს მაცხოვრებაში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი წუთია, იმიტომ რომ დღეიდან ისინი სრულუფლებიანი წევრი ხდებიან საზოგადოების. ანუ ეს დოკუმენტი ადასტურებს მათ საქართველოს მოქალაქეობას და სახელმწიფოსადმი კუთვნილებას. ჩვენ ძირითადი მიზანი არის ის, რომ საქართველოში არ იყოს არც ერთი ბავშვი და ზოგადად არც ერთი ადამიანი, რომელსაც არ ექნება ან დაბადების მოწმობა, ან პირადობის მოწმობა. ბედნიერი ვარ, რომ მომიტანეს ესენი და მართლობას გადავცი. რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქროაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვრთავთ ჩვენს კორესპონდენტს ლიკა ხურციძეს, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება. მოგესალმებით ლიკა, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ? მოგესალმებით ვახო, სულ რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირაკლი ოქროაშვილს აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმდეს და მას გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეეფართოს. რადგან ირაკლი ოქროაშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, ხოლო 2 დღეში ჩანიშნულია მისი პროცესი არსებითად განსახილველად, სავარაუდოდ მასზე ძებნა გამოცხადდება, ამას ადასტურებს უკვე პროკურატურის წარმომადგენლებიც. რაც შეეხება ირაკლი ოქროაშვილის ადვოკატებს, ეკა ბესელია აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას. იგი ამბობს, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და ასევე ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ოქროაშვილს აღკვეთის ღონისძიება დამძიმებოდა. ეს არის ღიმილის მომგვრელი, თურმე ბრალდების მხარე მესიჯებს უგზავნის ოქროაშვილს რაღაც ტელეფონზე, იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი მტკიცებულებები შემოხვიდეს სასამართლოში ესეთი კატეგორიის საქმეზე. მათ ვერ წარმოადგენს ვერავითარი დოკუმენტი, ხა ვინ ვის ემესიჯება და ვინ ვის უსმეს ტელეფონზე და რა SMS-ებს წერენ, უხერხული ამ საკითხების განხილვა სასამართლოს ჩვენ მოვითხოვეთ, მტკიცებულება წარმოედგინათ, იცოდა თუ არა ოქროაშვილმა, რომ გამოძიების ორგანო იბარებდა. პროკურატურამ ესეთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. მე შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქროაშვილი 10 მილიონი გირაოს სახით იყო გათავისუფლებული წინასწარი პატიმრობიდან, როგორც გამოძიება და ბრალდების მხარე აცხადებს, მათ ჰქონდათ ირაკლი ოქროაშვილის საკონტაქტო ნომერი, რომელზეც მას ურეკავდნენ და იგი ვალდებული იყო გირაოს პირობების შეესრულებინა და გამოძახებისთანავე გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში, თუმცა რამდენიმე დღის განმავლობაში პროკურატურის განცხადებით ირაკლი ოქროაშვილი არ პასუხობდა არც ტელეფონს, არც სატელეფონო შეტყობინებასთან, მასთან დაკავშირებას
გამოძიება ამბობს, რომ თვითონ ოჯახის წევრებიც კი ვერ ახერხებდნენ ყოველ შემთხვევაში ესეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ისინი შესაბამისად მოითხოვა უკვე ბრალდების მხარემ ღონისძიების დამძიმება. ამის შესახებ დეტალურად და თუ რა მტკიცებულებების დაეყრდნო გამოძიება, პროკურორი ქეთევან ჩომახაშვილი კომენტარს აკეთებს. როგორც ცნობილია, 2007 წლის 16 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია სხდომა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და დიმიტრი ქიტოშვილის მიმართ ბრალდების იმ ეპიზოდებში, რომელშიც ირაკლი ოქრუაშვილმა თავის სრულად ცნოდამნაშავედ, კერძოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და სამსახურებრივ გულგრილობაში, გარდა ამისა, შემოსავლების სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილის და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დღევანდელი სასამართლოს სხდომა დაკავშირებული იყო სწორედ ამ გამოძიებაში არსებულ საქმესთან. ირაკლი ოქრუაშვილს გირაოს სახით შეფარდებული ჰქონდა 10 მილიონი ლარის ოდენობით. დღეს პროკურატურამ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გირაოს შეცვლა დაპატიმრებით ორი საფუძვლის გამო. პირველი საფუძველი ამისა გახდა ის, რომ გირაოს შემომტანმა პირმა ნიჟარაძემ განაცხადა მიმართა გამოძიებას და განაცხადა, რომ იგი ვერ უზრუნველყოფდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სათანადო ქცევას. გარდა ამისა, გამოძიებამ მთელი პერიოდის მანძილზე ვერ შეძლო ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირება და მისი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება, მასთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით. სწორედ ამ ორი საფუძვლის გამო მივმართეთ დღეს სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. სასამართლო ბრძანების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადება ძებნა. დიდი მადლობა. როგორც უკვე გითხარით, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში არ იმყოფება და მასზე ძებნა სავარაუდოდ საერთაშორისო მასშტაბით, ანუ ინტერპოლით გამოცხადდება. დიდი მადლობა ლიკა.